ბევრი თვლის, რომ ბოროტებაზე საუკეთესო პასუხი ან პატიებაა, ან აგრესიაზე პასუხი. თუმცა კარლ იუნგი ამტკიცებდა, რომ ორივე გზა თვით დაკარგვამდე მიდის. თუ დაუყოვნებლივ აპატიებთ, დამნაშავეში არსებულ ურჩეულს კვებავთ. თუ სიძულვილით უპასუხებთ, თავად ხდებით ეს ურჩეული. დღეს ჩვენ გაგიმხელთ 7 საკომუნიკაციო კოდს, რომელიც შინაგანი ძალით ნებისმიერ მტერს დააბრკოლებს. კარლ გუსტავ იუნგისგან 7 მკაცრ მეთოდს შეისწავლით, რომელიც ნებისმიერი სიტუაციისთვის შესაფერისია, რათა სწრაფად ასწავლოთ გაკვეთილი იმას, ვინც ზიანი მოგაყენათ. რატომ არ ეხებიან ზოგიერთ ადამიანს და ზოგი კი ბულინგის მსხვერპლი ხდება? იუნგი თვლიდა, რომ პრობლემა თქვენ სიკეთეში კი არა, საკუთარი ძალის შიშია. ბოროტება თქვენი სისუსტითა და თქვენი საბაბებით იკვებება. დღეს თქვენ ისწავლით ისეთ ენაზე საუბარს, რომელსაც ყველა, ვინც შეგნებულად მოგაყენებთ ზიანს, გაიგებს თქვენს ჭრილში დამალული ძალის ენას. უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. მე-7 მეთოდი ყველაზე საშიშია, მაგრამ სწორედ ის გახდით დაცულს. მაგრამ სანამ მოქმედებაზე გადავალთ, უნდა გავიგოთ მექანიზმი, თუ როგორ იძენს ბოროტება ჩვენზე ძალაუფლებას. რატომ ხდება ერთი ადამიანის სიტყვები ყრუყურებზე, ხოლო მეორე სიტყვები გულს შხამიანი ისრებივით ხვრეთს? პასუხი ჩვენს ემოციებშია და პირველი ნაბიჯი დაუზიანებლობისკენ არის ამ ემოციური ონკანის გამორთვის სწავლა. მოდით განვიხილოთ იუნგის ყველაზე ძირითადი, მაგრამ არანაკლებ მკაცრი მეთოდი, რომელიც ფსიქოლოგიური აიკიდოს მსგავსად მუშაობს. იუნგის პირველი კოდექსი ამბობს, ის, რაც სხვებში გვაღიზიანებს, გვეხმარება საკუთარი თავის გაგებაში. ეს ფსიქიკის ფუნდამენტური კანონია. უბრალოდ გაიგეთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება. ის, ვინც ზიანს გაყენებთ, თქვენს რეაქციას ელოდება. მას სასოწარკვეთილად სჭირდება თქვენი რისხვა, თქვენი ცრემლები, თქვენი აღშფოთება ან თქვენი გამართლება. უწოდეთ ამას რაც გინდათ, ენერგეტიკული ვამპირიზმი ან ტოქსიკური ქცევა, მაგრამ არსი იგივეა. თქვენი ინტენსიური ემოციები მისი ემოციური საკვებია. სანამ რეაგირებთ, ის გრძნობს თავის ძალაუფლებას თქვენზე. თქვენ მისთვის ღია წიგნი ხართ, რომელშიც მას შეუძლია დაწეროს ნებისმიერი უსიამოვნო რამ. ამ თამაშის დასარღვევად თქვენ უნდა გახდეთ მისთვის ცარიელი სარკე. წარმოედგინეთ ტიპიური სიტუაცია. სამსახურში კოლეგა ყველას წინაშე პასიურ აგრესიულ ხუმრობას აკეთებს თქვენზე. ან ნათესავი მოულოდნელად იწყებს თქვენი მიღწევების საჯაროდ დაკნინებას ოჯახურ ვაშხამზე. ამ ეტაპზე თქვენი პირველი ავტომატური რეაქციაა თავდაცვით პოზიციაში გადასვლა. ნუ გააკეთებთ ამას. ამის ნაცვლად გამოიყენეთ სარკის მეთოდი. როდესაც ვინმე ცდილობს ფსიქოლოგიური ზიანი მოგაყენოთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და არანაირი ემოციური რეაქცია არ გამოხატოთ. საერთოდ არანაირი. უბრალოდ პირდაპირ თვალებში შეხედეთ ადამიანს, ნაზი, თითქმის სამეცნიერო ცნობის მოყვარეობით. წარმოედგინეთ, რომ ეს არ არის ადამიანი, არამედ უცნაური მწერი, რომელსაც მიკროსკოპით აკვირდებით. თქვენს მზერაში არ უნდა იყოს სიძულვილი ან შიში, მხოლოდ ცივი დაკვირვება. ამ გარდაუვალ სიჩუმეში დაუსვით ერთადერთი მშვიდი კითხვა. რატომ თქვით ეს? ან რა იყო თქვენი მიზანი ყველას წინაშე ამის თქმისას? ამ ქმედებით თქვენ წარმოუდგენლად ძლიერ ფსიქოლოგიურ მანევრს ასრულებთ. თქვენ მის შხამს ისევ მის ხელში გადასცემთ. ის თქვენს ტკივილს ელოდა. ხაფანგი დაგიდოთ თვითშეფასებისთვის, მაგრამ ამის ნაცვლად საკუთარი მახინჯი ანარეკლი მიიღო.
შემთხვევათა 90%-ში ადამიანი, რომელიც ვერ მიიღებს მოსალოდნელ რეაქციას და ამ ცივ კითხვას წააწყდება, ენა დაებნება, შერსხვება და დაიწყებს საბაბების შოვნას. ეს მყისიერად გაანიარაღებს, რადგან მას წაართვით მისი მთავარი იარაღი, ემოციების კონტროლი. თქვენ აღარ ხართ მსხვერპლი, თქვენ დამკვირვებელი ხართ. და ეს იუნგის მეთოდი მხოლოდ პირველი აგურია თქვენი ახალი ციხესიმაგრის კედელში. გადავდივართ მეორე მეთოდზე, რომელიც ბევრს არასწორად ესმის. კარლ იუნგმა ერთხელ თქვა ფრაზა, რომელიც ყველასთვის დევიზად უნდა იქცეს. მე მირჩევნია ვიყო სრულყოფილი ადამიანი, ვიდრე უბრალოდ კარგი ადამიანი. რას ნიშნავს კარგი იყო საზოგადოების თვალში? უმეტეს შემთხვევაში ეს ნიშნავს იყო მოსახერხებელი, პროგნოზირებადი და არსებითად დაუცველი. როდესაც ასე ძალიან ვცდილობ, რომ არავინ გაანაწყენო, შენს ბუნებრივ აგრესიას თრგუნავ და ის გადადის სულის ყველაზე ბნელ კუთხეებში. ადამიანები, რომლებიც სხვების ხარჯზე საკუთარი თავის დამკვიდრებას არიან მიჩვეულები, ისინი შენს სიკეთეს სიგნალად აღიქვამენ. ეს ადამიანი წინააღმდეგობას არ გამიწევს, ის შემიძლია დავამარცხო. და სწორად აქ ერთვება იუნგის მკაცრი მეთოდი. აღიარე და შენს პიროვნებაში გააცნობიერე შენი გაბრაზების უფლება. სრულყოფილება არ ნიშნავს აგრესიას ყველა წვრილმანი მიზეზის გამო. ეს ნიშნავს კბილების ქონას, მაგრამ შეგნებულად მათ არ გამოყენებას. წარმოიდგინეთ ტიპიური ყოველდღიური სიტუაცია. ვიღაც თავხედურად რიგს არღვევს, ან ცდილობს სხვისი საქმე მოგახვიოს. მბრძანებლური ტონით საუბრობს. ჩვეულებრივი კარგი ადამიანი ან ჩუმად დარჩებოდა, შეურაცხყოფას გადაყლაპავდა, ან ისტერიულ ყვირილს დაიწყებდა. ორივე ვარიანტი წამგებიანია. მაგრამ ადამიანმა, რომელმაც თავისი აგრესია გააკონტროლა, განსხვავებულად იქცევა. მას ყვირილი არ სჭირდება. ის მსოფლიოს ერთ მარტივ გზავნილს გადასცემს. მესმის, რასაც აკეთებ და შემიძლია ძალიან საშიში ვიყო, თუ ზღვარს გადავკვეთ. როგორ გამოიყენება ეს პრაქტიკაში? ეს თქვენი მზერაა, თქვენი პოზაა, თქვენი მშვიდი დაბალი ხმა. როდესაც საკუთარ ძალას, საკუთარ თავში აღიარებთ, თქვენს მზერაში იგივე ცივი მზადყოფნა ჩნდება, რასაც მტაცებლები კილომეტრის მოშორებითაც გრძნობენ. თქვენ არ გეშინიათ კონფლიქტის, არ გეშინიათ ცუდად ან უხეშად გამოჩენის. თქვენ უბრალოდ ხასავლებთ, რომლის გადაკვეთაც შეუძლებელია. შემთხვევათა 90%-ში, როდესაც აგრესორი ხედავს უშიშარ მსხვერპლს და მის წინ მშვიდ ძალას, კონფლიქტი მთავრდება მის დაწყებამდეც კი. ჩვენ სამყაროში ნამდვილი პატივისცემა ზუსტად იქ იწყება, სადაც მთავრდება თქვენი შიში იყოთ სხვებისთვის მოუხერხებელი. როგორც იუნგმა თქვა, ვერავინ გახდება განათლებული საკუთარი ჩრდილის გაცნობიერების გარეშე. თქვენი აგრესია არ არის მანგი, ეს თქვენი თავდაცვითი პერიმეტრია. სანამ თქვენი კბილები ბასრი და გამზადებული გაქვთ, სიტუაციის ბატონ-პატრონი ხართ. იუნგის მესამე მეთოდი მანიპულატორების ყველაზე ბინძურ თამაშს ამხელს. ალბათ შეგიმშნევიათ, რომ ბოროტად მოქმედი ადამიანი ხშირად პირველი გადადაშაულოთ ბოროტებაში. ტყუილში ჩაფლული ადამიანი გამომძიებლის მსგავსად დაკითხავთ. პათოლოგიურად ეგოისტი ადამიანი გულქვაობაში დაგადანაშაულებთ. ფსიქოლოგიაში ამას პროექცია ეწოდება. ადამიანს არ შეუძლია საკუთარი სიმახინჯის ატანა და სარკის მსგავსად მას თქვენზე აპროექტებს. თქვენ შეხვედით არენაზე, სადაც მანიპულატორი, მოსამართლე და პროკურორი ერთი ადამიანია. თქვენ ცდილობთ დაუმტკიცოთ თქვენი უდანაშაულობა
იმ ადამიანს, ვინც უკვე გამოგიტანათ განაჩენი. გამართლების ნაცვლად, უბრალოდ აღიარეთ მეორე ადამიანის უფლება ცდებოდეს. თუ ვინმე გეტყვით, რომ ეგოისტი ხართ, უპასუხეთ მშვიდად, მსუბუქი ღიმილით. ეს თქვენი აზრია და თქვენ გაქვთ ამის სრული უფლება. და სულ ესაა, წერტილი, არანაირი მაგრამ, არანაირი იმედო. თქვენ არ კამათობთ, არ ამტკიცებთ, რომ კარგი ადამიანი ხართ. თქვენ უბრალოდ ტოვებთ ადამიანს მარტო საკუთარ პროექციასთან. მისი პროექცია კარგავს თავის მხარდაჭერას და ისევ საკუთარ თავზე ეშვება. როგორც იუნგმა თქვა, მე არ ვარ ის, რაც დამემართა. მე ვარ ის, რაც გადავწყვიტე გამختارიყავი. დღესვე გადაწყვეტეთ, რომ სხვის წარმოსახვით სასამართლოში ბრალდებულის როლი აღარ ითამაშოთ. იუნგის მეოთხე კოდექსი ადამიანური ენერგიის ღრმა გაგებას ეფუძნება, რასაც ეწინააღმდეგებით გრძელდება. დაფიქრდით, რა ხდება, როდესაც აქტიურად ებრძვით ბოროტებას. გძულთ თქვენი მტერი ან ცდილობთ დაამტკიცოთ, რომ ის ცდება. თქვენ უხილავი, მაგრამ წარმოუდგენლად ძლიერი ძაფით უკავშირდებით მას. თქვენი ყურადღება მისი ცეცხლის საწვავად იქცევა. როდესაც გაბრაზებული ხართ, კამათობთ, ან უბრალოდ ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ გიპასუხათ ვინმე. თქვენ ამ ადამიანს თქვენ სიცოცხლეს კლებავთ. ისინი ყველა ემოციურ დრამას ეძებენ. მათ სჭირდება თქვენი აფეთქების, წუხილის და გახსნის დანახვა. ბოროტება თქვენს ჯავშანში ბზარს ეძებს, საიდანაც თქვენი ენერგია გამოიწურება. ვაკუუმის მეთოდი გულისხმობს კომუნიკაციიდან ნებისმიერი პირადი ინფორმაციის სრულიად ამოღებას. ამ მომენტიდან თქვენ ამ ადამიანისთვის შავხრელად იქცევით. არანაირი ისტორიები თქვენი შავადკვირის შესახებ, არანაირი პრეტენზია თქვენს ჯანმრთელობაზე, არანაირი მოსაზრება ამინდის ან სიახლეების შესახებ. როგორც იუნგმა თქვა, მე არ ვარ ის, რაც დამემართა. მე ვარ ის, რაც გადავწყვიტე გამختارიყავი. დღესვე მიუწვდომელი გახდი მათთვის, ვინც შენი ყურადღების ღირსი არ არის. შენი გულგრილობა ყველაზე ბასრი ხმალია. მეთოდი მეხუთე. არქეტიპული სიჩუმე. ჩვენ გვეშინია სიჩუმის, რადგან ის ჩვენ ნამდვილ არსავლენს. კარლ იუნგი პირიქით სიჩუმეს გამჭრიახობისა და კონტროლის ძლიერ ინსტრუმენტად მიიჩნევდა. იუნგის მკაცრი მეთოდი დუმილის გამოყენებაა ზეწოლის იარაღად. აგრესიით რეაგირება იმის აღიარებაა, რომ გული გადგინდეს. როგორც იუნგმა თქვა, თქვენი ხედვა მხოლოდ მაშინ გახდება ნათელი, როდესაც საკუთარ სულში ჩახედვას შეძლებთ. გახსოვდეთ, ნებისმიერ კონფლიქტში გამარჯვებულია ის, ვისაც შეუძლია დუმილის შენარჩუნება მოწინააღმდეგეზე ერთი წამით მეთხანს. თუმცა სიმართლე ისაა, რომ თავხედი ადამიანების უმეტესობა თქვენს დუმილს მხოლოდ დროებით პაუზად აღიქვავს, რომელიც კიდევ ერთ დარტყმისთვის ძალების მოკრებას ემსახურება. იმისთვის, რომ თავიდან აეცილოთ საკუთარი სიკეთის მსხვერპლი, მოგიწევთ შემდეგი, კიდევ უფრო რადიკალური პრინციპის დაუფლება. იუნგის მეექვსე მეთოდი დამნაშავეების წინააღმდეგ ეხება თემას, სადაც თითქმის ყველა კეთილი ადამიანი იმსხვრევა. ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, უნდა შეგეძლოს პატიება, ამაღლება, მაგრამ კარლ იუნგი ამას სხვაგვარად ხედავდა. ის თვლიდა, რომ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა იაფი პატიება. რას ნიშნავს ეს, მარტივად რომ ვთქვათ? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სახში ვიღაცა ჭუჭყიანი ჩექმებით შემოდის, გატეხავს თქვენ საყვარელ ვაზას და თქვენ ღიმილით პასუხობთ. არა უშავს, გაპატიეთ. კარგი საქმე გააკეთეთ? არა. თქვენ უბრალოდ მიეცით ამ ადამიანს უფლება
გააგრძელოს თქვენი სახლის არევა. თუ აპატიებთ ადამიანს, რომელმაც ბოდიშიც კი არ მოიხადა და აგრძელებს თქვენს დაშინებას, თქვენ საკუთარ თავს ღალატობთ. თქვენ თანამონაწილე ხდებით იმ ბოროტებაში, რომელსაც თქვენს წინააღმდეგს ჩადიან. და აქ უნდა იყოს გამოყენებული იუნგის მკაცრი მეთოდი. მოდით გვახსოვდეს ერთი მნიშვნელოვანი რამ. პატიება არ არის იგივე, რაც შერიგება. მეთოდი გულისხმობს ბოროტების თქვენი სულიდან გამოყოფას. თქვენ შინაგანად პატიობთ ადამიანს მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ძველი წყენები აღარ გიტრიალებდეთ თავში და ენერგიას აღარ ხარჯავდეთ მათზე. პატიება ნიშნავს თქვა, მე აღარ გაძლევ უფლებას აკონტროლო ჩემი აზრები და განწყობა. თქვენ სამუდამოდ კეტავთ ამ ადამიანისთვის თქვენი რეალური ცხოვრების კარს. თქვენ ტოვებთ მას მარტო საკუთარ ჩრდილთან, მიეცით საშუალება თავად გაუმკლავდეს ამას. როგორც იუნგმა თქვა, მე არ ვარ ის, რაც დამემართა, მე ვარ ის, რაც გადავწყვიტე გამختარიყავი. დღესვე გადაწყვეტეთ გახდეთ ადამიანი, რომელმაც იცის როგორ გათავისუფლდეს წყენისგან, მაგრამ ასევე იცის როგორ ასწავლოს გაკვეთილი ნაძირავას დაბრუნების შესაძლებლობების გარეშე. თქვენ გაქვთ სრული უფლება აერჩიოთ, ვინ არის თქვენი სითბოს ღირსი და ვინ იმსახურებს მხოლოდ თქვენს ცივ უარყოფას. ნამდვილი თავისუფლება იწყება არა მაშინ, როდესაც მტერი ქრება, არამედ მაშინ, როდესაც ის აღარ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. და ბოლოს ჩვენ მივდივართ მეშვიდე, ყველაზე ძლიერ კოდამდე. მან მაგას რთული სიტყვა ინდივიდუაცია უწოდა. მოკლედ ეს ნიშნავს საბოლოოდ საკუთარი თავის გახდომას. შეწყვიტეთ სხვისი როლების თამაში. შეწყვიტეთ თქვენი მეზობლისა ან უფროსისთვის მოხერხებულობა და დაიწყეთ ცხოვრება ისე, როგორც თქვენი სული კარნახობს. სანამ მტერზე გაბრაზებული ხართ, შურისძიებას გეგმავთ, ან უბრალოდ გაუთავებლად იმეორებთ ძველ წყენას თავში. ეს ადამიანი აგზელებს თქვენს ბინაში ცხოვრებას. იუნგის სასტიკი მეთოდია ტრის განდევნა თქვენი გონებიდან თქვენივე წარმატების გზით. გახდით იმდენად ძლიერი, თავდაჯერებული და ჩართული ადამიანი, რომ ძველი წყენა ფეხქვეშ ტვერივით გეჩვენებათ. ამით სრულდება იუნგის 7 კოდის ჩვენი ანალიზი. თუ ამ ვიდეომ თქვენი ძალის დანახვაში დაგეხმარათ, ძალიან მიხარია. გამოიწერეთ არხი. როგორც იუნგმა თქვა, მე არ ვარ ის, რაც დამემართა, მე ვარ ის, რაც გადავწყვიტე გამختარიყავი. ცხოვრების მთელი სიბრძნე მხოლოდ თქვენთვისაა.